არძონას მიმდინარეობას დილის გადაცემა აუცილებლად გააშვებს, ასე რომ ყურადღებით იყავით და არაფერი გამოგჩეთ. ახლა კი დროა დაუბრუნდეთ ისევე კამერისთვის და ვნახოთ რას გვიმღერებენ ბავშვები. დილამშვიდობისა ეკა კიდევ ერთხელ. დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ვინც ახლა შემოგვიერთდა განსაკუთრებით შეგახსენებთ, რომ ჩვენ ისევ და ისევ იმყოფებით საბავშვო ევროვიზიის ბავშვებთან ერთად. დღეს აი ამ ნიჭიერ ბავშვებთან, პატარებთან ერთად გაღვიძებთ რუსთავიორის დილის მაყურებელს. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ყველას. ჩვენ შემოგვიერთდნენ უკვე ხელმძღვანელებიც, ჯგუფების, რომელსაც მივესალმებით. გამარჯობათ ბატონი კახა ფირცხალაიშვილი, ჯგუფი სამიმარი, ასევე მაია დათუნაშვილის ხელმძღვანელობით ჯგუფი ხმა საქართველოდან, სოსო ვალიაშვილი ვოკალის პედაგოგი, ასევე ბატონი დავით ქავთარაძე დილემშვიდობის ჯგუფი ფოლკი და გიგი გეგელაშვილი როკ ჯგუფი შატალო დილემშვიდობის, მადლობთ რომ ჩვენთან ერთად ხართ და ტაში ხდებია ხელმძღვანელებს. დილამშვიდობის ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. აი თქვენი შეფასება რომ გააკეთოთ უკვე უშუალოდ თქვენი ჯგუფების როგორი კმაყოფილი ხართ მუშაობის, იგივე როგორ ჩაიარეთ ამ პროცესმა, ხო? ხანგრძლივმა შრომატევადმა, რომელიც თქვენ ნამდვილად გაწიეთ და აი ეს ტაში დაიმსახურეთ ბავშვებისგან. დილამშვიდობისა საქართველო, დილამშვიდობისა აჭარა. მე მინდა აუცილებლად თქვა რომ ეს ერთი თვეა რაც ენთუზიაზმით მუშაობენ ბავშვები, ისევე როგორც ბათუმში უყვართ სამიმარი, გვინდა რომ საქართველოს შევაყვაროთ ეს ბავშვები. ასეთი ენთუზიაზმით ჩამოსული აქ ჩვენ. და თუ იქ ხიარულებაა ხო და თუ კი აჭარა მოემზადება მობილურებით შეიძლება. ძალიან დიდი მადლობა ბატონო სოსო დილამშვიდობის. თქვენ ჯგუფსაც რომ გითხრათ, მე ვიცი რომ თქვენ ხართ პედაგოგი ჯგუფისა ხმა საქართველოდან, რომლის ხელმძღვანელიც მაია დათუნაშვილი გახლავთ, ხო? მე თქვენ ჯგუფსაც რომ გითხრათ. მოგესალმებით დილამშვიდობის. მინდა აღვნიშნო რომ არიან ძალიან ნიჭიერი გოგონები, ჩვენი ბავშვები. ასრულებენ ძალიან მხიარულ სიმღერას. და ვფიქრობ ძალიან დიდი მისია აქვს დაკისრებული და ღირსეულად უნდა წარსდნენ მაყურების წინაშე. მე მინდა რომ მიულოცო. სად არიან ბავშვები უკვე? თქვენი პროგნოზი როგორია? ინტენსიურად მეცადინეობთ და ამ დიდი მონდომებით ასრულებენ ამ ყველაფერს. ბატონო დავით დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ ჯგუფი ფოლკი, მისი ხელმძღვანელი ბატონი დავით ქავთარაძე, რამდენად კმაყოფილი ხართ შედეგით? აი უკვე როგორია ერთი დღით ადრეში და შესარჩევ კონკურსამდე რჩება ასე მცირე დრო. რა შენიშვნებს და რა რჩევებს იღებენ უკვე საბოლოოდ ბავშვები თქვენგან? ეხლა შენიშვნები და რჩევები არ დაილევა თავისთავად, მაგრამ მეთვრიო ბავშვები ძალიან კარგად მომზადებულები არიან, უკრავენ საკრავებზე, მღერიან, ცეკვავენ, ისე რომ მე ვფიქრობ მაწარმოება შეჭარ მეპარება. ძალიან დიდი მადლობა გიგი გეგელაშვილი, როკ ჯგუფი შატალოს ხელმძღვანელი. ბავშვები აქტიურობენ, გიგი დილამშვიდობისა, როგორ ახართ? ნერვიულობთ? ალბათ ეს საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა თქვენ ხართ. მირჩევნია მე ვიდგე სცენაზე, ხა ესენი როდგან და მე ქვემოდან მომიწევს ამათი ყურება. ეს ორმაგად რთული არის. მე ვარ აი ამ გიჟუნიების ხელმძღვანელი. ჯგუფ შატალოსი, როკ ჯგუფ შატალოსი, მე ერთი შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ არაორდინალური ჯგუფი არის. ანუ როკ ბენდი, ჩემი აზრით ძალიან საინტერესო იქნება ევროვიზიისთვის, აქაც და იქაც. შევხედოთ, ვნახოთ როგორი იქნება. მე ძალიან ვამაყობ ამ ბავშვებით. მე შევახსენებ ჩვენს ტელემაყურებელს, რომ შიდა შესარჩევ კონკურსამდე რჩება მხოლოდ ერთი დღე, მე მგონი ღელვა, ნერვიულობა, ციებ-ცხელება ეს ბოლოს ამზადის ნამდვილად ახლავს და მე შეგახსენებთ, რომ უკვე 26 სექტემბერს გამოვლინდება ის ჯგუფი, ის მონაწილე, რომელიც საქართველოს წარადგენს ამ კონკურსზე. მე მინდა გადავინაცვლო ბავშვებთან და რუსთავიორის დილის მაყურებლისთვის ყველა მათგანმა თავისი სიმღერიდან მცირე ნაწყვეტი შეგვისრულოს და მოგვასმენინოს, აბა როგორია? მე ყველა ვიცი რომ ხართ მხიარულები, ხალისიანები, ეს გეტყობათ ნამდვილად უდაოდ. არ ეტყობა რა ბავშვებს რომ არის დილა და ესეთი ადრე. აბა დავიწყეთ ახლა მე ყველას ვეცდები რომ მოგცეთ საშუალება რომ თქვენი სიმღერიდან მცირე ნაწყვეტი მოგვასმენინოთ. ჩვენ ვართ სამი მხიარული მარი. სამი მარი, სამი მეგობარი. აბა შემდეგი. რენით მიყვებით ქარს, ვაღეთ მამავლის ქარს, ჩვენ ახვალ. დაღეს თუ არ ახვალ, მაინც დავტოვებ ხვალ. შემდეგი, აბა ჯგუფი რა? მე და შემგეს უკვე მთელ მსოფლიოს გავაგონაჩნა და ისე მხიარულად გავარდე. მხიარულ დღეს გესურვებთ ყველას, აბა თქვენ? ფოლკი. შეგეძლიათ მცირე ნაწყვეტი? დია.
თქვენ? ჯორჯა ყველას გვიხარია ჩვენ ოჯახში რომ მაური არია ჩვენ თქვენ რომელ ჯგუფს წარმოადგენთ? ბიბიდი ბაბიდი სიმღერა როგორია? მუსკომპატი ქვია ჩვენ სიმღერას. შვიდინათი იმღერე მუსკომპატი შვიდინათი იმღერე მუსკომპატი შვიდინათი იმღერე მუსკომპატი თქვენ რომელ ჯგუფს წარმოადგენთ? პრინცესებო, აბა რა სიმღერას უმღერებ? ლურჯი ფრინველი, აბა გის. მე მინდა რომ ძვირას კონდეს ფერები მე მინდა ფერადი წვეთები წვიოდეს ერთიდან მე მინდა მზე შემოხვიო ხელები ლამაზი ბგერები ნათელი ბგერები მეც მინდა წარმატებას გისურვებთ, ვინ დამრჩა? არის ჯგუფი რომელიც დამრჩა? წარმოადგინეთ აბა თქვენი თავი და სიმღერა. მითხარით. გურულები. ძმები გურულების სიმღერა მოასმენინეთ რუსთაველის მაყურებელს. Obelie orindira varudila delia delivo delada Obelie orindira varudila delia delivo delada მე გემშვიდობებით ხოლო და მხოლოდ შემდეგ ჩართვამდე დაგველოდეთ შემოგვიერთდება ასევე ბავშვების ქორეოგრაფი. ასეთ საინტერესო და ხალისიანი განწყობა დაგვიტოვეს ბავშვებმა. მე დარწმუნებული ვარ, მაყურებელი აუცილებლად დაგელოდებათ მომდევნო ჩართვამდე, რომ ეს განწყობა დილიდანვე მიიღოს და გაიხანგრძლივოს. ჩვენს ეთერში კი რეკლამის დროა, დაგველოდეთ ჩვენ სულ მანამდე დაგიბრუნდებით.